Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, განვაგრძობთ გადაცემას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული ცილის მწარმოებელური კამპანია და ის განცხადებები, რომელიც ბოლო დროს კეთდება სხვადასხვა სასულიერო პირების მხრიდან, იქნება ჩვენი საუბრის თემა. შემოგვიერთდა ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი. მეუფეო დაგლოცეთ. მეუფე სერგი, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. Თქვენს დიდი მადლობა, რომ აძლევთ საშუალებას საუბრისას. დიახ, ჩვენ ვიცით, რომ სამწუხაროდ არ წყდება ეს ცილის მწარმოებელური კამპანია, კეთდება განცხადებები ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრეს მხრიდან, ასევე მღვდელმონაზონ ანდრიას არიას მხრიდან. და უფრო კონკრეტულად მოგვიანებით გკითხავთ, ჩვენ მოვისმინეთ ერთ-ერთ გადაცემაში მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც თქვენი მისამართით იყო ნათქვამი და გადანაშაულებდათ, ანუ ბრალდებები გაისმა თქვენი მისამართით და მოგცემთ საშუალებას, რომ ბუნებრივია თქვენ უპასუხოთ ამ ბრალდებებს, იმიტომ რომ საზოგადოებას არ უნდა კონდეს მხოლოდ ერთი მხრისგან მიწოდებული ინფორმაცია, ჩვენ საზოგადოება ღირსია, რომ თქვათ იცოდეს სიმართლე და თქვენი სიმართლე მოისმინოს ამ შემთხვევაში. მანამდე ზოგადად მინდა გკითხოთ მეუფეო, აი ამ ცილის მწარმოებელურ კამპანიასთან დაკავშირებით მოქმედებს თუ არა აი ეს გაჟღერებული ბრალდებები, ცილის მწარმოებები საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე და თქვენი აზრით შეიძლება რომ აი ამ ყველაფრის უკან იდგეს. ვინ სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი არ არის მოქმედებს რა თქმა უნდა და ვინ სიცოცხლის წიგნში არის ჩაწერილი მასზე ეს რაღაცები არასდროს არ მოქმედებს და არც იმოქმედებს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება სულ ასე არის ქრისტიანობა მოყოლებული უფლის ცხოვრებიდან და დღემდე სულ ცილის წამება არის ესა და მაგ ცილის წამებისთვის იყო ეშმაკი გადმოგდებული სასუფევლიდან საიქიოდან როდესაც მამა ღმერთზე დაიწყო ცილის წამებები. მე ბევრი მაგალითები მაქვს და თუ რა ვიცი, თუ დრო გვაქვს და ნებას თუ მომცავთ, მე მოვყვები ასეთ მაგალითებს. ბრძანეთ მეუფეო. მე მაქვს საკითხული ერთ-ერთი წიგნი 1913 წელს მოხდა ასეთი რაღაცა, რომ ერთ-ერთი მღვდელმონოზანი დაადანაშაულეს, რომ მას ძალიან მაგრად უყვარდა ღამე ლოცვა. მიცვალებულებს რომ მოიყვანდა, ხო მიცვალებულებს მიიყვანდა ღამე, მთელი ღამე ლოცულობდა, ფსალმუნებს კითხულობდა, პანაშვიდს უხდიდა და მოხდა ასეთი რაღაცა, რომ დაზდეს ბრალი, რომ თითქოს ეს მიცვალებულებთან რაღაც ცუდ რაღაცას ჩადის. და შემდეგ მოიყვანეს ვიღაცა ქალბატონი შვილთან ერთად და მათაც ხელი დაადეს, რომ ამ ადამიანმა ეს ხალხი გააუპატიურა. ანუ მოიყვანეს მოწმე ამ შემთხვევაში. დიახ, მოწმე მოიყვანეს. სრულ მოწმე და ნუ ამ სასულიერო პირმა ხმა არ ამოიღო არაფერი, მისცეს 11 წელიწადი კატორღა. აი ადრე იყო ეს 13 წელს მაშინ კატორღები იყო და ეხლა ციხეში ხალხმა დაინახა რომ რაღაცა ისეთი საშუალება ის აი რაღაც ისეთნაირად მოქმედებს ბოდიში და საპერპარაშოში დადიოდა რომ რაღაცა ეჭვი შეეპარა და ბოლო გამოარკვიეს რომ ამ ეროვნებას ჰქონდა დაყენებული შლანგი ამოჭრილი ჰქონდა ყველაფერს ამოტყოფი იყო და პატარა ბანკით მაშინ ახლა ასეთი ტექნიკა არ იყო როგორც ეხლა და პატარა ბანკით დადიოდა ხოლმე მხოლოდ 3 წლის მერე გაირკვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გამოიკვლია და 3 წლის მერე მივიდა და რო გაასაჩივრეს თავიდან ნახეს რომ კაცი ხონდა რო შეეკითხა რატომ არაფერი არ თქვენ ხო შეგეძლო დაგემტკიცებინათო და მე ყველაზე მთავარი ჩემთვის ის არის რომ უფალს დაემტკიცებინო მე არაფერს არ დამამტკიц აი მართლმადიდებლობაში ძალიან ბევრი ხალხი არსებობს რომელიც არ იმართლებს თავს არ ამბობს არაფერს მაგრამ ეს იმისთვის კი არ ამბობს რომ ის ამას აკეთებს ან რაღაცით შეეშინდა ან რაღაცა უფალს უთმობს რომ უფალი გადაუხდის თავის დროზე რავი ჩვენთანაც რამდენი ისტორიები ის ქაშვეთი რომ აშენდა მანდაც კიდე ძალიან ბევრი მამები არიან ერთ-ერთი ხო რა თქმა უნდა და ამიტომ ეს ჭორები სულ ყოველთვის არსებობდა და სულ ყოველთვის ალბათ იარსებებს კიდევაც მაგრამ ეს არის სუსტი ნებისყოფისა და ისეთი აი ქართული გამონათქვამია არ ვიცი კარგია თუ არა ჩიტი ღობეზეიც და ხელისაქმნებას ელოდებოდაო ასეთი ხალხიც არის ეკლესიაში მოსული რომელიც ისე გვიყურებს აი მოჭიდული თვალით რომ აი რაღაცა მანდ ისე ვერ არის და ამისთან ახალს რა თქმა უნდა ეს ახარებს მაგრამ უბედურება ეს არის რომ ვერც კი ხვდებიან რომ ამისთან ხალხი უფლისშვილები არ არიან და ეს არის ტრაგედია და ვინც უფლისშვილი არის, იმას ვერაზვათ და ვერაფრით ვერ დააბრკოლებენ.
მე უფრო რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს აი გადაცემა ვახსენეთ და მეუფე პეტრემ თქვენ კანონიკურ დარღვევაში დაგდოთ ბრალი და თქვა რომ ჯავახეთში თქვენ ნათლავდით კათოლიკებს. ისე ბოდიშს აზიარებდით კათოლიკებს. დიახ. აი ამასთან დაკავშირებით თქვენი პასუხი რომ მოვისმინოთ. ეს იცით როგორი რაღაც არის. ამას აქ რაღაცები ამოკბეჭილი. თან ბოლომდე არა გარკვეული და თან ისეთი საინტერესო რაღაცა თქვა რომ მე მომაწოდესო ეს საბუთებიო და ზიარებასთან დაკავშირებით გქება რაიმე საბუთი ეს? ვიცი, არა, მე ვიცი ვინ ადგენს ხოლმე მაგას და ალბათ თვითონაც უნდა მიხვდეს ეგ უბედური რომ ვინ მიაწოდა ეგ საბუთი ან ვინ აქვს როგორ აქვს ყველაზე კომპრომისი როგორ აქვს კაცო. ხო და ეს იყო ასეთი რაღაცა, როდესაც უდეს ეკლესია გადმოგცეს ჩვენ იქ ფაქტიურად მოდელი მათ არ ყავდათ ხო და მაშინ კათოლიკებმა მოითხოვეს მოხუცი ქალები ვინც იყვნენ რომ ჩვენო მოგვნათლეთო პრობლემა არა გვაქვს და გვაზიარეთო რა და იყო ნაწილი რომელმაც არ მიიღო ჩვენი სარწმუნოება და უბრალოდ გვითხრეს რომ ჩვენ აი ეს პატარა კუთხე დაგვითმოთ და აქ ვიქნებით ხოლმე ჩვენთვის ვილოცებთ ხოლმეო და ნუ ახლა რა უფლება ქონდა იქ იმ კათოლიკური სოფელი იყო და რაც შეეხება რომ ჩვენ ეგ კათოლიკები და ისეთი გვეზერება ესეთი რაღაც არა ყოფილა უბრალოდ ეს არ ვიცი ცრუობს რა და ან ვიღაცა კიდე ძალიან მაგრად აიმაშვრება იმიტომ რომ ნუ ახლა კი გარდაცვლილი არის მამაო იყო იქ და ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდით ჩვენ რომ ვინც მოექცევა და ვინც მირონს იწყებს და ვინც გადმოვა ჩვენს იმათ ვაზიარებდით ჩვენა და ანუ რომ დავაკონკრეტოთ თქვენ აზიარეთ ის ყოფილი კათოლიკები რომელიც შემდგომში ანუ უკვე მოინათლნენ მართლმადიდებლურად და აი ეს არის და ამან მე არ ვიცი ამას რა ინფორმაცია აქვს ახლა რა ვიცება კიდევ ერთი ბრალდება იყო, რაც უკავშირდება ჩვენს ტელევიზიას. ჩვენი ტელევიზია, როდესაც დაფუძნდა საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია, სხვა სახელწოდება ჰქონდა თავიდან და ვიდრე თვითონ მეუფე პეტრე დაინიშნებოდა დირექტორად, როგორც თვითონ ამბობს, თქვენ ბრძანდებოდით მენეჯერი ზუსტად ეს სიტყვა იხმარა ტელევიზია საპატრიარქოს ტელევიზიისა და თქვენ დაგაშინეს გითხრეს რომ თქვენ შესახებ დაიბეჭდებოდა შავი პიერის ასაგორებლად სტატიები მოგიხსენიებდნენ რუსეთის აგენტად და ამის თქვენ შეგეშინდათ და უარი თქვით ტელევიზიაში დარჩენაზე. ანუ ულტიმატუმი წაგიყენეთ ტელევიზიაში პერსონამ რომ ან დარჩებოდით ტელევიზიაში და ამ შემთხვევაში თქვენს მისამართით განხორციელდებოდა წამებლური შეტევა მედია საშუალებებში ან უნდა წასულიყავით და თქვენ შეგეშინდათ და წაბრძანდით. აი ამასთან დაკავშირებით თქვენი პასუხი. ნუ ჯერ ეს ერთი სრუობს მე ტელევიზიაში არ ყოფილვარ. ჩვენ მქონდა რაღაცა ტელევიზიის პატარა განყოფილება, ვაკეთებდით ფილმებს. მოკლე ფილმებს ვაკეთებდით ხოლმე ის რამდენიმე ადამიანი ყავდა და მეორე იყო იქ ისეთი რაღაცები, რაც არ ითქვა, მაგრამ ახლა ყოველ შემთხვევაში ასეთ რამეს რომ მიძახის რომ მე ვიღაცამ დამაშინა, თუ მე ასეთი მშიშა ვარ დღესდღეობით ყველაზე საშიში ჩვენი ეკლესიისთვის ვინ არის? ალბათ ის ვინც ებრძვის ღიად. დიახ და აბა მაშინ არც მოვიდოდი აქ და ძალიან შემეშინდებოდა და ეს უბრალოდ რა ვიცი მე მგონი აი ასეთი ქართული გამონათქვამი არის წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო გაგიგიათ ალბათ არა ხო და აი მე მგონი რომ აი ეს აღარ იცის რა გააკეთოს ახლა რაღა თქვას და რაღაცა მოიგონოს ისი ასეთი რაღაცა ჩემთან იყო მართლა ასეთი ერთ-ერთმა მითხრა რომ შენო ისინი დაგეხმარებიანო ახლა მე არ ვიცი მე ახლა რუსეთში დავამთავრე და რატომ თვლიან ესენი რომ მე ან აგენტი ვარ ან რაღაცა ვარ კაცო მე უბრალოდ ესეთი რაღაცა შეთხზეს რომ აი თითქოს მე რა ვიცი აბა ესე გამოდის რომ სადღაცა თუ ისწავლად მე და ყველა ვიღაც აგენტია კაცო და ამასაც ეს რაღაცა მე ახლა უბრალოდ გულმათ უთხარი რომ მე უთხარი ცოტა ისეთი კაცი არის მეთქი რომელიც აი ესეთი ბინძურ რაღაცებს კადრულობს მეთქი რა ხო და ეს იყო ჩვენი პირადი ისეთი საუბარი, მაგრამ როგორც ასეთი რომ მე ვინმე რაღაცა დამაშინოს და რაღაცა მაგას ეხლა დაუწყეს ბრძოლა და მე როგორც კი ჩამოვედი იმ დღიდან ბრძოლები მაქვს ხან ოსი ვიყავი, ხან სომეხი ვიყავი, ხან ებრაელი ვიყავი და ხან კიდე რა ვიცი მე. ნუ გაგებეშნი კი რაღაცა და მაგას ეშინია ამისი თუ არა. ხო და მე უბრალოდ ერთი რამე არის, იცით მე რას ვფიქრობ რომ რაღაცა შიში მე რა თქმა უნდა მქონდა მაგრამ იმის შიში კი არ მქონდა რომ ჩემზე რამე არა თქვა მე რომ აი ესეთ მდგომარეობაში არ ჩამდგარიყავი როგორშიც ახლა ეგ არის და ვინც მაგას ამუშავებს ახლა
აი ეს არის უბედურება. ანუ გარკვეულ ზემოქმედებაზე რა თქმა უნდა, დაბა რა არის. გარკვეული ძალების მხრიდან. აბა საიდან აქვს ის ინფორმაციები, რომ მოკლედ აი ჩვენ მოვიპოვეთ რა ინფორმაცია მოიტანა 40 წლის წინ, 30 წლის წინ რა ხდებოდა, ვინ აწვდის ამ ინფორმაციებს და მე ვფიქრობ, რომ აი ესეთი და თან იცით როგორი რაღაცა აი მაგრამ ინფორმაცია წარმოჩენილია დამახინჯებულად, ხო? რა თქმა უნდა, როგორც თქვენ რა თქმა უნდა. მე არ ყოფილვარ ტელევიზიაში და ტელევიზიაში განყოფილება იყო ბავშვი, უბრალოდ ვაკეთებდით იმას, რა ქვიან. რაღაც გადაცემებს ვაკეთებდით, დოკუმენტურ ფილმებს. სანამ ეთერში გავიდოდით, იქიდან მოყოლებული აქ მუშაობ და იმას ვაკეთებ. გიორგი ანდრიაძის შემდგომ პირდაპირ დაინიშნა მეუფე პეტრე. ანუ მე ვერ ვიხსენებ პერიოდს, როდესაც თქვენ ბრძანდებოდით მენეჯერი. მე არ ვიცი, ხო და რა ვიცი, თან მენეჯერი, რა ვიცი, საიდან მოიტანა ეგ ეტყობა მოსწონს ისეთი სიტყვები და მე უბრალოდ თვითონ მეუფე პეტრეზე შემეძლია ვთქვა, რომ ეს არის უბრალოდ ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ჟურნალისტი. ეს მორწმუნე კაცი არ არის. მე მაშინაც ვთქვი და სამწუხარო არის ესა, ვითომ რაღაცა კანონებს იგებს, რაღაცებს და კანონებში ისეთი რაღაცები წერე, რომ ის კანონი გულში უნდა ჩაიწერო, ისე კი არა, აფრიალო სადღაცა და ვიღაცებს აი იცი და თურმე ამოუკითხე და მაგის მეც არავის ეს კანონი არ წაუკითხია. იმ კანონში კიდევ სხვა რამეებიც არის, ადამიანობა არის იქა. და დღესდღეობით ეგ ვისაც ცილს წამებს. აი ეგ რასაც დღეს აკეთებს, ზუსტად ეგ საქმე არის მაგისთან ახალხისა. დიახ. და მაინდა-მაინც ფიზიკურად კი არ უნდა გაიმასას, მაგრამ უბრალოდ რა ვიცი. ერთმა უშველოს რა მე ალბათ აღარც შევეცდები რომ მაგას რამე ველაპარაკო, მაგაზე შეგონებასაც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აი ჩემსთან მიმართებაში აი სამჯერ იცროა უკვე, სამი რა. სულ ყველაფერი ტყუილით და მოარგო თავის რაღაცას რა და ეხლა კონკრეტულად თქვენი მისამართით ძალიან საინტერესოა, რატომ თქვა თქვენ მისამართით ცრუობს და ბრალდებები არის თქვენი. ასევე სხვადასხვა სასულიერო პირების მიმართაც, მაგრამ ერთ პერიოდში მთვლიდა რომ ერთ-ერთი წარჩინებული ეპისკოპოსი ვიყავი. ხო და მე არ ვიცი ეხლა რატო შეეცვალა, ალბათ ინტერვიუ რო მივეცი და რაღაცა რო ვთქვი რომ ეს არ არის მორწმუნე კაცის პოზიცია და ეს არ არის მორწმუნე ადამიანის. მორწმუნე ადამიანი პირველ რიგში თუ საჩივარი ღმერთთან უნდა იჩივლოს. და არა იმ ტელევიზიებში გამოვიდეს და ჩვენ ნამდვილად ბევრი სასულიერო პირები ყავს, რომლებიც ტელევიზიაში არ გამოდიან. რა გვინდა ჩვენ ტელევიზიაში გამოსვლა? ჩვენ არც თავს ვიჩენთ და არც არაფერს, მაგრამ აი რა ვიცი ახლა, რა თქმა უნდა, მან ამ ტელევიზიაში ჯდომით ისეთი დიალოგები და ისეთი ლაპარაკი ისწავლა. ეხლა რო დაუჯინო მორწმუნე კაცი, რა თქმა უნდა, შეიძლება გააჩუმოს კიდევაც. იმიტომ რომ ყველაზე მთავარი მაინც ინდისი არის, განსხვავდა ეს ინდისი ცოტა მე მგონი რომ პრობლემატურია. ჯერ ეს ერთი იმისაც რომ სულ ყველაფერი რო ავიღოთ, სად იყო თვითონ და საიდან ამოიყვანა უწმინდესმა. როგორი ადამიანი გახდა, ვინ არის პეტრე, ან ვინ მოусმენდა მაგას პატრიარქის გარეშე. აი რაც გამოდის ახლა და რაღაც ვითომ დიდი სამართლის ის არის და დამცველია და თითქოს რაღაცას პატრიარქმა მისცა სულ ყველაფერი მაგას. აკურთხა უწმინდესმა ადამიანად ჩამოაყალიბა. ხო და მე ერთი რამე მიგვირს რომ იცო კათოლიკებმა ფული მისცესო, ნუ მიახლოებით ესე აღარ მახსოვს ახლა ეს ერთ არც მეყურებია. კათოლიკებმა ფული მისცეს, იმიტომ აზიარაო და აი ფულზე რო ლაპარაკობს პეტრე, არა სხვენია. და მე თქვა ასეთი რაღაცა რომ მე ეპარქიაო ის ეთყობა შეეხო ძალიან რომ ასე თქვა რომ გაღიზიან და ვიყო და ეპარქიაო ისეთი ეპარქია შევქმენიო და ესეთ ნუ თავის თავს იქებს რაღაცა. მე ერთი რამის თქმა მინდა რომ ეპარქია განზრახ ღვინის გამოშვება კი არ არის და ოქროს კარეტა, მოოქროვილი კარეტა კი არ უნდა გედგეს იქ არა. ეპარქიის შექმნა არის, როდესაც ჩვენ ისეთ ხალხს გაზრდი, რომელიც ქვეყანას გამოადგება, რომელიც ეკლესიას გამოადგება და რომელიც ღმერთს ემსახურება. დიახ, და რომ ამოვწუროთ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პასუხისგაცემა მეუფე სერგი, მან ასევე თქვა, რომ 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის ხდომაზე მღვდელმთავრებს გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მეუფე სერგის შეხვდა ჩემი დასჯის როლი, ანუ მას უნდა წამოეყენებინა ჩემი განკვეთის საკითხი. აი ამასთან დაკავშირებით თქვენი კომენტარი. მე არ ვიცი რა იცით როგორ აი არსებობს კატეგორია ხალხისა, რომელიც რაღაცას ფიქრობს რომ აი ასე იქნებოდაო. იმ მამალაძეზეც რო გამოვიდა ვიღაცა და იმანო რა ქვიო პატრიარქმა იმ პრეზიდენტს უთხრაო და იმიტომ არ გამოუშვაო. ეს
თვითონა ფიქრობენ ესე რომ ასე შეიძლება იყოსო და ეს გამოვაქვთ მე ეთერში რომ თითქოს ნამდვილად ასე არის. მე არ ვიცი კი ბატონოდ მე პირდაპირ ვიტყვი რატომ მოხდა ესა და როგორ მოხდა. ჯერ ეს ერთი რომ თავხედობდა და უზრდელოდა. აი მე არ ვიცი ისეთი რაღაცები მოროშეს აქ რომ ვიღაცა მღვდელმთავარი დაეცაო და მღვდელმთავარი იქ რაღაცაო რაღაც სისულელეები და იქ მღვდელი წავიდაო კაცო საერთოდ ახლოსაც არ არის ეგა. აი ახლოსაც არ არის. მე რომ ველაპარაკი ის გაგიჟონ მაგრამ არ უნდა რომ გამოვიდეს და რაღაცები იმართლოს თავი და მე ვფიქრობ რომ უბრალოდ კარგად მომზადებული კაცია მე შემეშალა მე ვთქვი რომ მაგი იქ გაღიზიანდა მეთქი აი რა ქვიან როდესაც გადმოიყვანეს მეთქი ეს მე შემეშალა მე ეგ მაშინ არ გადმო ეგ თავიდანვე რომ მოვიდა ეგ იყო მტერი ჩვენი თავიდანვე იყო შემოგზავნილი კაცი ყოველ შემთხვევაში აბა ამისთან რაღაცას როგორ უნდა რა ვიცი მაგრამ ვისი პოზიცია უფრო უკავია ეკლესიისა თუ ერისა ერით რო ცდილობს ერის თვალსაზრისით ეკლესია განკითხოს და ეკლესია განიკითხოს და ეკლესია გაასამართლოს ვინ არის მუდმივად საუბარი არის აი შანტაჟის ენით რაღაც ცილის წამებებზე თითქოს აი რაღაც წერილი აქვთ გაასაჯაროვებენ თითქოს რაღაც იციან და გაამხელენ მაგრამ საბოლოოდ რეალურად ჩვენ ხედავთ რომ არა სააშკაროზე ესე არაფერი გამოსულა გარდა ჭორებისა, გარდა ცილის წამებისა, გარდა შანტაჟისა. ანუ ფაქტი, არგუმენტი ჩვენ საზოგადოებას ყოველ შემთხვევაში არაფერი უნახავს მათგან წარმოდგენილი. ეს არის ფაქტი. დღემდე ყოველ შემთხვევაში. მე სხვა რამესაც ვიტყვი, შეუძლიათ რომ ეგეც გააკეთონ. იმიტომ რომ დღესდღეობით ისეთი ტექნიკა არსებობს და ისეთი რაღაცეები არის. ორეულები და სამეულები ისეთია რომ ყველაფერს ისე დაამონტაჟებენ რომ ვერც გაიგებ რომ ეს ნამდვილად რა არის და როგორ არის. უბრალოდ მე ვფიქრობ რომ აი მორწმუნე ადამიანებმა მე მორწმუნე ადამიანებს ლაპარაკობ თორე ეგ საერთოდ ნუ აღარაფერი აღარ არის ჩვენთვის. კი მეგობრობდით თვითონ ვახლობლობდით მაგრამ არ არის ახლა თუ კი ეკლესია დაგვინგრია და ჩემზე უსაყვარლეს ადამიანს რომელმაც ყველაფერი გაგვიკეთა გვაკურთხა და დაგლოცა ამ გზაზე დაგვაყენა და რაღაც სიმაღლეები მოგცა რომ იმას გვილანძღავს და საშინელ ცილის სამებებს ვიმაშობა და ახლა რა თქმა უნდა რომ მე მაგის პოზიცია როგორ უნდა დავიკავო მე როგორც მივხვდი იქ მე კი არ მქონდა ეს ყველაფერი დადგმული სცენა ერთმა დამიფარო სცენებთან ისევ ეგ არის ახლოს იმისთანაც სცენებსაც გავს და ტელევიზორში ვინ გამოდის ყოველდღე სცენები იმათაც სჭირდებათ მაგრამ მეორე რაღაცა არის განცდილი რომ მაგას შინაგანად ეტყობა ყველასთან ჰქონდა რაღაცა ისეთი აი შიშის სინდრომი გაუშვა ეტყობა თქვენ მღვდელმთავრებს გულისხმობთ ალბათ იმიტომ რომ ეხლა ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ მგონია რომ ჩვენი მღვდელმთავრები ესეთი ლაჩრები არიან როგორც ეგ წარმოაჩენს უბრალოდ ნამდვილად როდესაც დასჭირდება მე წინ არ გადაცემაშიც ვთქვი ნახეთ რამდენი შეეწირება უფლის სახელს მაგრამ სხვათა შორის მეუფე პეტრემ ასევე აღნიშნა ჩვენი ეთერი 8 დეკემბრის როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ჩვენი სტუმარი და თქვენ აღნიშნეთ რომ 3 წლის წინ თქვენ დაიცავით მეუფე პეტრე როდესაც პატრიარქი აპირებდა რომ მისთვის ეპარქია შეეცვალა და 3 წლის შემდეგ სწორედ თქვენვე დააყენეთ მისი განკვეთის საკითხი ამასაც რომ უპასუხოთ თუ შეიძლება თურმე ჩვენ პატრიარქი დაგვიწვია დიახ და როგორც ისე და უკანონოდ დაიცვა და სხვა მღვდელმთავრებმა მაშინ დაიცვეს პატრიარქიო ვინაიდან პატრიარქი თვითონ კანონიკურად ცდებოდა ეს როგორ ცდებოდა კანონიკურად პატრიარქი მაგრამ პატრიარქი მოციქულია კაცო მოციქულს ახალი კანონები შეიძლება რომ დაადგინოს და ხო რა თქმა უნდა ეხლა ის და უბრალოდ იცით როგორი რაღაცა აი თან ისეთი თითქოს ძალიან დიდი სიყვარულით გამოდის რომ აი იცით აი რომ სიყვარული აფრქვევს ეკრანიდან და მე ისეთი ზიზღი ვიგრძენ ისეთი რომ აი არ ვიცი ეგრე ესე როგორ უნდა შეძულდე ერთი ინტერვიუს მერე ადამიანს თუ კი მას მართა სიყვარული ჰქონდა ძმობას გვეფიცებოდა და რაღაცა მაგრამ უბრალოდ ნამდვილად იყო ასეთი შემთხვევა როდესაც უწმინდესმა გააფრთხილა რომ ნუ აკეთე ნუ ლაპარაკობ ასეო დიახ ხო და რაღაც ნუ მაშინ პირველად შორენა ჩაეკიდა მერე შორენას მერე ნუ რა ვიცი აბა მე ეპისკოპოსებზე გადმოვიდა მერე პატრიარქს და ალბათ ბოლო-ბოლო უფალთანაც მივა რომ რაღაცა არ მოეწონება უფლისაც ესე არის ხოლმე სულიერ ცხოვრებაში რომ თავიდან იწყებს ვიღაცის განკითხვით მერე მიყვება და ბოლოს უყოლას განიკითხავს და ნამდვილად იყო ასეთი რაღაცა და ჩვენ თხოვეთ უწმინდეს რომ უბრალოდ გაბოროტდებოდა აი როგორც მაინც გაბოროტდა
და სხვათა შორის იქ ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა თქვა, რომ ესო მაინც არ შეინას ამაყი ადამიანია საშინელიო. ეს ვერ მოინანიებსო. ვერ გაჩერდებაო ესო და მაშინ მე ვთხოვე, რომ იქნება ერთი თვით სადმე წავიდეს მეთქი, იმიტომ რომ ჟურნალისტების დაწოლას და მას ეს ვერ გაუძლებს. აუცილებლად რა თქმა უნდა შეეკითხება და ეს კიდე აბა მოაღებს. და რაც ავთქვი ეგ წინასწარმეტყველებით აგვისრულდა სულ ყველაფერი, რომ გამოვიდა და გაისა და იყო ასეთი შემთხვევა, რომ მეუფე კალისტრატემაც თქვა, მეუფე დანიელმა თქვა და მე ვთხოვეთ, რომ თქვენ უბრალოდ გაუბედურდება ადამიანი და იქნება რაღაცა შანსი კიდე მივცეთო და დაგვეთანხმა წინა იმაზე თქვი, დაგვეთანხმა უწმინდესი, რომ კარგიო და აი ამ 3 წლის განმავლობაში მე არ ვიცი ეს ადამიანი რეებს აკეთებდა. იმ ეპისკოპოსისთვის უნდა დაგვეჯერებინა ჩვენა, რომ ეს არ მოინანებს, ეს სხვა კაცია, ეს არის სხვანაირად თუ კი სხვანაირი დავალება აქვს ადამიანს, მაგრამ რა უნდა გააკეთოს ახლა? სხვა რამეს გააკეთეს, ან მოკლავენ და ან რაღაცას უდავენ. ან მაგასაც წამოაფენენ კომპრომატებს თუ რა ვიცი და დიახ, მეუფესარგი, თქვენ თუ ესაუბრეთ პირადად მეუფე პეტრეს, თქვათ, ვიდრე აი დასაწყის სტადიას გულისხმობ, როდესაც მან დაიწყო ესე ღიად გამოსვლა და კრიტიკა საქართველოს. არავის აღარ იკარებდა ეგ უკვე. არა, მე არ მილაპარაკია. არაფერი არ მისაუბრია მაგასთან, იმიტომ რომ რა ჯერ ესეთი მე ლოცვა კურთხევას ვასრულებ, მე თუ მაკურთხებს უწმინდესი და თუ მაკურთხებს ჩემი მოძღვარი, კი ბატონო და ესე ახლა რომ სადღაცა შევხვდე და რაღაცები დაუწყო ლაპარაკი, მე არ ვფიქრობ რომ ასე. და ამის შემდეგ აი ის იმ თემას დაუბრუნდები ისე ესე იგი ისეთი შეურაცხყოფელი რაღაცები დაიწყო, რაღაცა კითხვა დაიწყო, ყველა მთელი მე ვფიქრობ რომ ეგ სპეციალურად იყო შემოსული ამ საკითხებით. ამ საკითხის მერე ეგ კაცი უნდა გაგდებულიყო ეკლესიიდან და ეგ მაგას აკეთებდა. ოღონდ უბრალოდ მაგას აღარ დაედგომოდა ჩვენ. ანუ სრულ განკვეთას გულისხმობთ მეუფეო, ანუ მას უნდა რომ განეკვეთა? რა მნიშვნელობა აქვს? ახლა ნახეთ როგორი პოპულარული, ახლა კი აღარ გახდა პოპულარული საწყალი კი ჩაესვენა, მაგრამ როგორი პოპულარული იყო აბა ტელევიზიებში და რაღაცა ისეთი უნდა მოემოქმედებინა, რომ პოპულარული გამხდარიყო და მე ვფიქრობ რომ მაგას ჰქონდა ეგ სცენა დაწერილი. იმიტომ რომ ისეთი რაღაცები მე მაპატიოს ღმერთმა და პატრიარქთან რომ მიხოლდა თითით რო ასეთ რაღაცებს აჩვენებ. ისეთი რა მე არ ვიცი შემინდოს ღმერთმა ან სად გაიზარდა ან რა ვიცი მე ან რა ვიცი როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა და მივხვდით რა რომ პატრიარქს გვიკლავდა კაცო. მე ნამდვილად დავინახე რომ პატრიარქს კლავდა და მაშინ გამოვედი და მე და კი ბატონო მე ახლა ცოტა გაღიზიანებული ვიყავი და სულ დაყენება შეიძლება მე ვარ ვღვევდი მაგ იმას მაგრამ უბრალოდ მე ვფიქრობ მაინც ბოლო განიკვეთება ეგ იმიტომ რომ და მე დავაყენე საკითხი რომ აი 3 წლის წინ მეთქი მე გთხოვეთ მეთქი მე უფე კალისტრატე უკვე აღარ იყო მაშინ ხო და მე გთხოვეთ მეთქი და მე ბოდიში მოუხადე მთელ სინოდს რომ მე შემეშალა შევწდი და ეხლა ვითხოვ რომ სრულად გამკვეთოთ ეს ადამიანი მეთქი ამაშიც უმრავლესობა დაგვეთანხმა და ნუ გამკვეთა ჯერ არა მაგრამ რა ვიცი გამკვეთილი არ არის მაგრამ არის ეს იყო მღვდელმთავრობის შეჩერება ხო მაინც რომ დავაზუსტოთ და მე არ მაგრამ სინანულის შემთხვევაში სინანულის შემთხვევაში ეკლესია მას მიიღებს ის ბავშვები გამოვიდნენ ვიღაც არია ყავს ვიღაც და ისო ეპისკოპოსებისო და მამაოს ლაპარაკიო ქურდულ გარჩევას უფრო გავდაო ხო მოისმინეთ ხო ჩანაწერს გულისხმობთ დიახ ქურდულს უფრო და მე ვერ გამიგია კაცო ეს ქურდულ რაღაცაში არის ზუსტად რომ არასოს აღრაფერს არავის არ აპატიობენ ხო და ეკლესიაში სინანულიც არის მონანიებაც არის და გამოსწორებაც არის და ამისი ამათ არ ჯერავთ ხო და ნუ მე არ ვიცი თუ მოინანიებს მე ჭვიკი მეპარება მაგრამ თუ მოინანიებს რატომაც არ შეიძლება ძმა არის და ყველა შეიძლება რაღაცა შეეშალოს მეც კი შემშლია ხოლმე რაღაცები მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეხლა ისეთი რომ თუ გაგვიუბედურა ეკლესია მღვდელმთავარი უწმინდესი ასე გვიგინა მღვდელმთავრები გვილანძღა რა ვიცი აბა რა სინანულზერაც მაგრამ მე მაპატიოს ღმერთმა და ასეთი შემთხვევები გქონია ხოლმე და ასეთი ხალხი უფრო საგიჟეთით ამთავრებს ხოლმე მე ყოველ შემთხვევაში ასე მგონია რომ ჩვენ სხვანაირი დასასრულს ვისურვებდით ბუნებრივია და ღმერთმა უშველოს ჩვენ ლოცულობთ კიდევაც მასზე რომ ღმერთმა გონება გაუხსნას მაგრამ რა ვიცი და ალბათ ის ხელში არის რა იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით მას რა ხვთვის წინაშე ჩადენილი და რა აქვს გაკეთებული და ამიტომ ჩვენ ვთხოვთ არა ისე რომ მაინდა-მაინც მოაბრუნოს და აცხონოს
არამედ როგორც მისი წმინდანება არის. ჩვენ გვინდა რომ მოbrunდეს, მაგრამ როგორც ღმერთს სურს ისე იყო. უფლის ნებაზე ყველაფერი დამოკიდებული. და მე უფრო რამეს ხომ არ დაამატებდით და ბოლოს სიტყვას ხომ არ გვეტყოდით რამეს ჩვენ მაყურებელს, ან ხომ არ გაქვთ თვითონ მე უფრო პეტრეს მისამართით რამე სათქმელი და დავასრულოთ. არაფერი პეტრესთან რა სათქმელი მაქვს, მე მინდა რომ მორწმუნე ხალხს მოუწოდო, როგანცა ნუ შეეშინდებათ, განს ესა ყოველთვის იყო ხო, უბრალოდ ერთი რამე არა, ეს ყველაფერი კეთდება რომ ლოცვიდან ამოაგდონ ჩვენი ხალხი. რომ ეკლესიაში აღარიან, რომ ლოცვები აღარ წაიკითხონ, რომ სახარება არ წაიკითხონ, რომ ურთიერთობა არ ჰქონდა და ამას უნდა გაუძლონ რა, თუ ესეთი ჭორები და ესეთი რაღაცები ხა ჯერ ერთი რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ აი ღვთის შეწევნით ის წასული ხალხი, რომლებიც ეკლესიიდან გავიდა, ეს ნიშნავს რომ ისინი არ იყვნენ ღმართ მორწმუნეები. ადამიანი, რომელსაც ღმერთთან ურთიერთობა აქვს, მას არავის და არაფერს აღარ ეშინია. მადლობა ღმერთსა, დიდება უფალს ყველაფრისთვის და არც ტოვებს ასე. იმიტომ რომ იქ სახარებაში წერია რომ განსაცდელი როდესაც მოვა, ბევრი მიატოვებს და მიდისო და განსაცდელები არის ეკლესიაში. ხან აღმავლობა, ხან დაღმავლობა არის და რა ვიცი, მე უსურვებდი რომ ჩვენ მოუწმინდესმაც შეძლების დაგვარა დიდხან სიცოცხლოს. და ჩვენ შეგვინდოს რომ ჩვენ ვერ ვიცავთ ისე მის უწმინდესობას. მე მახსოვს რომ მთელი ცხოვრება ეპისკოპოსები რო ვიყავით, სულ ეგ გვიცავდა ხოლმე. თავის თავზე იღებდა ხოლმე ყველაფერს, მაგრამ სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მადლიერები არიან და სიცოცხლის ბოლომდე მიყვებათ ეს ყველაფერი და არის ადამიანები, რომლებიც რავი უმადურები არიან, აბა ღმერთმა შექმნა და ბევრი ღმერთსა ლანძღავს და აგინებს და რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ ალბათ უწმინდეს ახლა ჩვენ რა უნდა ვასწავლო და უწმინდეს მოთმინები და ლოცვა-კურთხევით მე მგონი რომ ყველაფერი გამოგეცდა. ამინ, ამინ. ძალიან დიდი მადლობა მე უფრო ჩვენთან მოგზაურობისთვის. დაგულოცეთ, ჩვენ ჩავთვალეთ რომ აუცილებელი იყო იმ ცალმხრივად გაჟღერებული ბრალდებების საპასუხოდ თქვენ მოგვეწვიეთ და თქვენი ასე ვთქვათ მოსაზრება დაგეფიქსირებინათ იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც მე უფრო პეტრემ გააკეთა. შევახსენებთ მაყურებელს, სტუდიაში საუბრობდა ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი.